ვიწყებთ ახალ პოდკასტს, რომლის სახელწოდებაც იქნება ექიმი მიკროფონთან. პირველი ოპერაცია თუ გახსოვს, როდესაც შეეხებ ადამიანის გულს. მაგარი რამე არის, დიდი მიაწიკით პალეჭი გქხვევარი. აი, მოდი ერთ ცოტა ინტრიგნულ შეკითხვას დაგისვა. ხელი ისე მეღლება, ვაი, ვფიქრობ, რომ ღერთო არ დამეყავოს ხა ხელი ისე, რომ რაღაცას არ მოვასწრებთ, რომ მე მაგალითად გინეკოლოგი ვერ გამოვიდოდი ვერასდროს. ერთადერთი რაზეც გული წამივიდა ცხოვრებაში ეს იყო, როდესაც უყურებ მშობიარობას. მე ვარ ესე ვთქვათ ის მეომარი, რომელმაც უნდა გადაიყვანოს ადამიანი აი ამ დამინული ველის იქით. გამარჯობა, გავაკეთეთ ახალი სტუდია, ვიწყებთ ახალ პოდკასტს, რომლის სახელწოდებაც იქნება ექიმი მიკროფონთან და მე შევეცდები, რომ ეს პოდკასტი სხვა პოდკასტებისგან განსხვავებით იყოს უფრო მეტად განსხვავებული, მოვუწევთ ხოლმე აქ ჩვენ ქვეყნის ცნობილ ექიმებს, რომლებსაც წარმოვაჩენთ ცოტა უფრო სხვა რაკურსში. კი, პროფესიულ თემებზეც გვექნება საუბარი, მაგრამ ისე მათ ემოციებზე, მათ განცდებზე, როდესაც ისინი თეთრ ხალათებს იხდიან, როგორი ადამიანები არიან ისინი. ხო, არაფერი ყალბი ამ პოდკასტში, რაც თავარია ბუნებრივი არ იქნება, იმიტომ რომ ხო, არც გადაუპრანჭავთ, არც რაღაცა ზედმეტ რაღაცეებს ვიტყვით. ხო, მე ვფიქრობ, რომ მაყურებელს ეს პოდკასტი დაეხმარება იმაში, რომ უკეთ გაიცნონ თავიანთი მკურნალი ექიმები, ასევე იმაში, თუ ვინმე აპირებს ექიმთან მისვლას, ხო, რაღაცნაირად გაიცნოს ვიდრე მივა ამ ექიმთან პაციენტი, იმიტომ რომ მკურნალობის გარდა არსებობს რიგი ბიოეთიკური საკითხები, ხო, ემოციური ინტელექტი, იმიტომ რომ პაციენტისა და ექიმის ურთიერთობა არის ძალიან ინტიმური ტიპის ურთიერთობა და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაციენტიც და ექიმიც ერთმანეთს კარგად მოერგნონ. მოკლედ, ექიმი მიკროფონთან ქვია ჩვენს პოდკასტს, გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი, მოგვიწონეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი мотиваციისთვის და გადაც პოდკასტ ექიმი მიკროფონთან პირველი სტუმარი არის ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის გულის ცენტრის ხელმძღვანელი ბატონი ლევან ქარაზანაშვილი. დიდი მადლობა, რომ მოხვედით დღეს ჩვენთან. ძალიან გადაცემის პირველი სტუმარი ხარ, იმედი მაქვს, რომ კარგი ფეხი გექნება. ხო, აი, რაღაცნაირად ვფიქრობდი, პირველი შეკითხვა რა დაუსვა მეთქი ლევანს და რაღაცა ჩემი სტუდენტური ემოციებიდან წამოვედი, ხო? აი, მახსოვს სადღაც მესამე უფრო მეტ მეხუთე კურსზე ვიქნებოდი ალბათ, რომ გულის ოპერაციაზე შევედი და ეს გული რო გაჩერდა და ექიმმა გაჩერებულ გულზე დაიწყო მუშაობა, მივხვდი რომ მე კარდიოქირურგი ვერასოდეს ვერ გავხდები, იმიტომ რომ მთელი ოპერაციას კი ვარ უყურებდი, როგორ ამუშავდებოდა ოპერაციის შემდგომ ეს გული. ხო, ამაზე ვფიქრი, იმიტომ რომ ეს არა მარტივი არ არის, რომ უცბად ადამიანის თავარ ორგანოს უყურებ გაჩერებულ გულს, ექიმი რაღაცეებს იმ გაჩერებულ გულზე აკეთებს და მერე ოპერაციის ბოლოს ეს გული უნდა აამუშავდა, ვაი და არ ამუშავდა. აი, რატომ გადაწყვიტეთ კარდიოქირურგობა, ლევან? გიორგი, პირველ რიგში მოგესალმები, მივესალმები შენს მაყურებელს. ძალიან კარგი წამოწყება მომეწონა და მიხარე რომ პირველი სტუმარი ვარ. რაც შეეხება აი ემოციებს, ხა რაც შენ აღწერე, ხო? ჩემს სტუდენტობაშიც იყო სხვადასხვა ემოციები, მე მაგალითად გინეკოლოგი ვერ გამოვიდოდი ვერასდროს, იმიტომ რომ ერთადერთი რაზეც გული წამივიდა ცხოვრებაში ეს იყო, როდესაც უყურებ მშობიარობას. ხო? და ისე არ მქონია არავითარ ქირურგიულ სფეროს ყოველთვის ვირჩევდი ხოლმე, ახლა ზოგადად ქირურგიაში ბევრი გამოცდილება რა სტუდენტობის პერიოდშიც შეიძლება მიმიღია და ყოველთვის ვიყავი მოწოდებული ქირურგი გამხდარიყავ, მაგრამ მესამე კურსზე როდესაც ვიყავი, თუ გახსოვთ ახლა თბილისის ელესპეროს გახსოვს მელიქიშვილის ქუჩაზე იყო სამედიცინო წიგნის მაღაზია. ეს კიდე ხმა კომუნისტების პერიოდს გეუბნები. და მაშინ გამოვიდა უზარმაზარი ნაშრომი ბოკერიას ბაკულევის ინსტიტუტის ლეო ბოკერიას ეს თქვა საავტორო წიგნი იყო სხვებთან ერთად, რა თქმა უნდა. და იქ იყო გულის ქირურგიაზე ზოგადად და ყველაფერი იყო გულის ირგვლივ. ჩვენ მაშინ მოკლებულები ვიყავით ყველანაირ ლიტერატურას, უცხოურ ლიტერატურა არ არსებობდა პრაქტიკულად, მოგეხსენებათ ინტერნეტიც არ იყო არაფერი და ეს იყო ჩემი პირველი წიგნი. ინტერნეტთან დაკავშირებით ერთ რემარკას გავაკეთებ, ჩემთვის პირველი ინტერნეტი იყო სოროსის ფონდს ჰქონდა გაკეთებული ჭავჭავაძეზე და აი
ნახევარი საათით ჯავშნიდით ხოლმე რომ რაღაცა გვენახა, აი მაშინ პირველი ინტერნეტი ეს იყო და რა იყო მე ფოსტაში იყო ინტერნეტი და მე რაღაც პერიოდი გერმანიაში ვსწავლობდი და იქიდან ფოსტაში ვაგზავნდი რაღაც სხვა ხალი ელექტრონულ ფოსტაზე ვაგზავნიდით წერილს და ის ჩემს მშობლებს მერე ის თვითავისივე პოსტას უბრალოდ და აწლებდა. ხო, ეს პერიოდიც გამოვიარეთ, ხო, ინტერნეტი უინტერნეტო ეპოქა. და ეს წიგნი იყო რაღაც მოტივატორი, იმიტომ რომ ზოგადად ხა უფრო მეტად ეს თქვა მაინტერესებდა გული და გულსიზრდათა სისტემა ყოველთვის რომ სწავლობდი და ყველაზე კარგად რაც ვისწავლე, ანუ იმ პერიოდში რაც მომწონდა გულით და სულით დავსწავლობდი, იმიტომ რომ რაღაცა უნდა ჩამებარებინა გამოსცა, ეს იყო გულსიზრდათა სისტემა და ეს გულთან დაკავშირებული მისი ქმედება, როგორ მუშაობს, რა ყველაფერი ეს იყო ჩემთვის ეს თქვა ეს მოტივატორი და ამ წიგნის შემდეგ როდესაც ეს გამოვიდა, გადავწყვიტე მაშინ რომ გამოვიდოდი გულის ქირურგი. და რა ვიცი ეს თქვა ეს იყო მესამე კურსზე ვიყავი მართლაც როგორც შენ თქვი ახლა სტუდენტობის პერიოდი და რა ვიცი ჩემთვის იყო ეს თქვა ეს იყო გეზი ამის შემდეგ უკვე დავიწყე უკვე იმაზე ფიქრი რომ გამختارიყავი ქირურგი გულის ქირურგი და შემდეგ რა ვიცი ისტორიას გავაგრძელებ თუ გინდა და ნუ შემდეგ რომ დავამთავრე უნივერსიტეტი ცოტა ისეთი რთული პერიოდი იყო მე გიყვები ახლა 90-იან წლები რომ დავამთავრე ინსტიტუტი მე მომიწია ესე ვთქვათ საბედნიეროდ მყავდა ისეთი ადამიანები ჩემი ნათლია რომელიც მოსკოვში მუშაობდა და მან დავაფინანსა და ბაკულევის ინსტიტუტში წავედი ორდინატურა გავიარე იქ და მე ასპირანტურაში ჩავედი. ეს არის 94 წელი. ლევან, აი 94 წლებს რო ვახსენებ, ხო, კარდიოლოგია ზოგადად, კარდიოლოგია მედიცინის ის დარგია, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდება, ხო, ანუ ფაქტობრივად რევოლუციური წინსვლები აქვს, ხო? ჩვენ გვახსოვს დაახლოებით 80-იანი წლები, ხო, 90-იანი წლების დასაწყისი შუამდე ვთქვათ, ეს გულის ინფარქტის საერთოდ სხვანაირად კურნავდნენ სტენტირება, არ იყო კათეტერიზაციის ლაბორატორიები, რომელსაც ალბათ ეს ვინც ეს ლაბორატორია შექმნა, ყველანაირი პრემია ეკუთვნის იმ ადამიანს, იმიტომ რომ ეს უეცარი სიკვდილის რისკები მინიმუმამდე დაიყვანა და არც კარდიოქირურგია იყო ისეთი განვითარებული, ხო, მაშინ არც ალბათ უდიდეს ექიმზე საუბრობთ პოკერიაზე თქვენ, მაგრამ არც ალბათ იმ წიგნში იქნებოდა ის მეთოდოლოგიები, რაც ახლა იყო, მაგრამ აი როგორ დაინახე პოტენციალი, რომ ამ დარგს ასეთი სწრაფი განვითარება ექნებოდა, ეს რუსეთში მოხდა თუ იმ წიგნში, რომელიც იმ ქუჩაზე შეიძლება. წიგნში არის წერა იმდენი რამე, რაც შემდგომ გავიგე, იმიტომ რომ უფრო დავინტერესდი სხვა თემებით და გულის ქირურგია, ბავშვთა გულის ქირურგია უკვე განვითარებული იყო, ეს თქვა ბავშვებზე ოპერაციებს აკეთებდნენ ბურაკოვსკი ეს მანკებზე ალბათ ხო? გულის მანკებზე შუნტირების ოპერაციებიც და სარქლოვანი პათოლოგიებიც მოსკოვში კეთდებოდა, საქართველოშიც კეთდებოდა, ჩამოდიოდნენ ეს თქვა რუსეთიდან ექიმები და აქ იყო ერთ-ერთი ცენტრი, რომელშიც კეთდებოდა ეს ოპერაცია, მაგრამ ძალიან ცოტა და უმეტესი პაციენტებისა მიდიოდა რუსეთში. შემდგომ უბრალოდ ჩემი ჩასვლის შემდეგ ხა ბევრი რამე გავიგე და ერთ-ერთი რაც იყო, აი მაშინ პირველად ნახე იტალიელი ქირურგი ჩამოვიდა, იტალიელი დაემთხვა, მეც იტალიაში წავედი მე. ჩემი ცხოვრება იტალიას მიუძღვენეს, თქვა ჩემი პროფესიული წინსვლა იქ მოხდა. იტალიელი ქირურგი ჩამოვიდა, რომელმაც გააკეთა მომუშავე გულზე შუნტირების ოპერაცია და ეს იყო ჩემს რაღაც საოცრება, რომ აი რაღაც ის გამოიყენეს რაღაც ახალი აპარატურა, რომელიც გული არ ჩერდებოდა, გული მუშაობდა, მაგრამ რაღაც სტაბილიზატორი იყო და აი ეს ყველაფერი რაღაც ისეთი ხო ახალგაზრდა რო ხარ, ყველაფერი შეთვის არის ესეთი, რომ აი და აი დავინახე მომავალი, რომ რა კარგია, რომ ამას გავაკეთებ საქართველოში, რომ ჩავალ და იმას ვიზამ, მთელი ისინი მქონდა რა კი. გეგმები ააწყვეტა? კი, რა თქმა უნდა. რა კიდე გაამართლე. კი. ხო, იტალიაში როგორ მოხვდი? იტალიაში მოხვდი სრულად შემთხვევით აქ ჩამოვიდა იტალიელი ქირურგი, ძალიან ცუდი პერიოდი იყო, შუქი არ იყო, არაფერი საშინელი პერიოდი იყო და ჩამოვიდა ეს იტალიელი ქირურგი ლუკა მარტინელი, ჩემი მეგობარია, დღესაც მეგობრობთ, რომაელია და მას ცოლი ყავდა, რომელსაც ჰქონდა ქართული ფესვები, ეს თქვა მისი ბაბუა იყო დასაფლავებული ქუთაისის რომელიღაც სასაფლაოზე, მენშევიკი იყო რაღაცა, ბაბუა მისი და მისი და ჩამოვიდა რომ რაღაც მის ფარდა რო
აიხადა ეს რკინის ფარ და რაღაცა, გადაწყვიტა რომ ბაბუის საფლავს მომენ, მაგრამ აქ ისეთი საშინელი სიტუაცია იყო, რაღაც გზები არა, რიკოძე რო გადიოდი, ლარი უნდა მიგეცა ის არ გაგატარებდი და რაღაცა ვირაბში გახსოვს? ხო. მოკლედ ჩამოვიდნენ და ხა ლუკა მარტინელი თბილისში რო იყო, მოიკითხა რომ კარდიოქირურგია არსებობს ამ ქალაქში და მაშინ იყო ჯოენის ცენტრში ირაკლი მეტრეველი იყო. ძალიან დიდი ადამიანი, რომელსაც საქართველოს აჩუქა ჯოენის ცენტრი და ირაკლის უთხრეს, რომ არ ფიქრობთ, რომ დიდების ქირურგიაც დაიწყოთ, ხალხალა ქალაქია და ხო გჭირდებათ. და ირაკლი მაშინ უთხრა, რომ პრინციპში კი, მაგრამ როგორ გავაკეთოთ, თქვათ არ ყავს არავინ და რაღაცა მოიძიეთ ვიღაც ახალგაზრდა, ვისაც მომამზადებთ, გამოვშვით ჩვენთან, ჩვენ დავეხმარებთ, რომ მომამზადოთ და შემდეგ მე ჩამოვიდა და საქართველოში იმუშავებს. და მოხდა ისე რომ მოსკოვში პირველ ვინ იყვნენ არავინ არ იყო სხვა ერთ-ერთ მოსკოვში ხდებოდა ასე ვთქვათ ქირურგების ჩამოყალიბება და დაუკავშირდნენ იქ კოლეგებს და მიკითხეს ვინ არის ვთქვათ ისეთი რომელსაც პერსპექტიულად ესე განვიხილავთ რაღაცა და ერთ-ერთი კარდიოლოგი მოვიდა მახსოვს ჩვენი დროს და მეუბნება რომ შენზე თბილისიდან დაგვირეკეს და იტალიაში გიშვებენ და მე სარტაზე არ ვიყავი არაფრის მეთქი იტალიაში მიშვები რებს ლაპარაკობ რომ არც გამიგია ეგეთი რამე და რაღაცა და ცოტა ხანში მართლაც დამირეკა. იტალიური არ იცი ამ დროს. არა, არაფერი იტალიური გაგებაში არა ვარ საერთოდ. და მოკლედ იყო ეს მომენტი და დამირეკეს მე ჩამოფრინდი თბილისში დავალაპარაკე მე ირაკლის რაღაცა შევთანხმდით იმაზე რომ კი ბატონო მე წავალ რაღაცა და შემდგომ დავბრუნდები თბილისში და ეს გავაგზავნებ მოღვაწეობას საქართველოში და მართლაც ესე მოხდა და გავფრინდი ერთ-ერთი საინტერესო მომენტი იყო რომ მე ხო არაფერი არ ვიცოდი იტალიაში და ტურინში მივფრინავდი ან ტურინი არის იუვენტუსის ქალაქი და ხა მთელი საქართველო რაღაც ხო ბალეშიკობ და უცხო ხო იუვე და რაღაცა და მოკლედ ტურინი სუდარითაც ცნობილია ხო სუდარა და კი მაგრამ ფეხბურთი და მე ხლა ამ ლუკა მარტინელის არც ვიცნობ ვინ არის მგონია რომ ტურინელია ხა თუ მე თუ თბილისში დავიბადე თბილისში მუშაობ ისიც მგონია რომ ტურინში მუშაობს თუ რომაელია და უგზავნი ხა მაშინ ფაქსები იყო ფაქსით ვაგზავნედით იმაზე წერილი დავწერე ხელი და ჩავდე ფაქსში უგზავნი და ბოლოში მივაწერე რომ გილოცავთ მეთქი ტურინი იმ წელს გახდა ჩემპიონი და იუვენტუსი გახდა ყოველ წელს ხდებოდა ჩემპიონი და ჩემპიონი გახდა და გილოცავ მეთქი ვეკე სინიორა არის რა ძველი ბებერი სინიორა ესე ქვია იუვენტუსი ბებერი სინიორას გამარჯვებას გილოცავ მეთქი რომ ჩავედი მე მეუბნება რომ ჩავაკეთე შენ რო გიჟი ხო არა ხო მე რომელი ვარ და ლაციოს ბალეში გონდა რა იუვენტუსი იმისერია როგორ ხავდი რომ შენ იუვენტუსის ბალეში მეთქი არ ვარ არავის ბალეში არც ვიცი ძალიან საინტერესო კიდე კარგი რომ ხო ამან არის მოქმედა შენს კარიერაზე ხო ჩახვედი იტალიაში და აბსოლუტურად განსხვავებულ მედიცინას დაინახავდი ხო ანუ ეხა აქ ჩვენ საღნიშნე ხო რომ არა ვთქვათ შუქი არა გზები და მე მახსოვს აი ჩემი სტუდენტობის პერიოდს რო ვიხსენებ და იაშვილის კლინიკაში ექიმებს აი იმ ლუბლიანას ქუჩაზე საჯარო ტრანსპორტით დადიოდა საკუთარი ხელით დაქონდათ ხოლმე ზოგჯერ ჟანგბადის ბალონები რომ პაციენტებთან მიეტანა აი ამ მედიცინიდან მოვდივართ და ამ ხელამწვერვალებს მივაღწიეთ დღეს უკვე ხო აი ამ კონტრასტმა რა დაგანახა რა იყო ეს კონტრასტი რაც იტალიაში დაინახე რაც თქვა საქართველოში და თუნდაც იგივე რუსეთში დატოვა ერთადერთი რაც ახსოვს ეხლა მე არ ვიყავი ჩამოყალიბებული როგორც ქირურგი იმიტომ რომ ძალიან ადრე იყო ჩემთვის და ერთადერთი რაც მახსოვს ის იყო რომ თქვათ რომ ვეხმარებოდით ბოლოს კანს ხო გვაკერინებდნენ ახალგაზრდებს და ეხლა კანს რო კერავდით ხოლმე ესეთი ის იყო რა ვქო რომ აუცილებლად ამ კანის გაკერვაზე ესე ავწევდით ამ ძაბს დავხედავდით მე მეორეჯერ რაღაც კანი იკერებოდა ნახევარსად ორნი ვიყავით ან ორს უნდა გაგვეკერა აქედან იქიდან ამ ხელა განაკვეთი ხა რა იყო ნახევარ საათი ვიდექით ახლა რაღაცებს ესე აწევა და რაღაც ძალიან აკადემიურად აბა იქით აჰა როგორ შეიძლება ჩავედი გამოვშტერდი ესე იგი ვერ ხვდებოდი რასაკეთებდნენ ისე სწრაფად მუშაობდნენ წარმოიდგინეთ დღეში კეთდებოდა 6 ოპერაცია ყოველ დღე შაბათს 3 და კვირას ისვენებდნენ ხოლმე თუ სასწრაფო იყო კვირასაც მუშაობდა მორიგე ბრიგადა მაგრამ 6 იყო ყოველდღიური ოპერაცია 3 იყო შაბათს აუცილებლად და წელიწადში აკეთებდნენ 1200-1300 ოპერაციაზე ადიოდნენ წელიწადში და ნუ ეხლა მოხდა ისეთ სიტუაციაში რომ კონვეიერი იყო ჩვეულებრივად ისე სწრაფად მუშაობდნენ რომ აი საოცრება იყო და ამან გამოუგნა იმიტომ რომ მე წამოვედი იქიდან რომ რაღაცა ხო არა მაგრამ მივხვდი რომ რაღაცა უნდა შევცვალო
და ძალიან მომეხმარა ის, რომ ჯერ პირველ რიგში რა იყო, ხა ფეხი და ვენას ვიღებდი, მე მეტი არაფერი ის ვენის აღება და ვენის აღებაც, უნდა მომესწრო სწრაფად, აქეთ-იქით და დიდი გამოცდილება მივიღე, ეს თქვათ ძალიან ჩემმა მონაცემებმაც შემიწყო ხელი, იმიტომ რომ ხა ძალიან სწრაფი ქირურგი ვარ ზოგადად, ხა ყველა შეიძლება ვერ ხვდებოდეს თქვათ, რატო უნდა იყოს ქირურგი სწრაფი, მაგრამ სისწრაფე მე შეიძლება გამოიხატება, რომ უხარისხოდ გააკეთო. ხო, რა თქმა უნდა, სისწრაფე ძალიან მნიშვნელოვანია ქირურგიაში განსაკუთრებით. ამიტომ მომეხმარა ის სკოლა, რაც იქ დამხვდა, იყვნენ სხვა ქირურგები, იყვნენ ერთი იყო რომაელი ქირურგი იყო, ეს ლუკა მარტინელი, მე იყვნენ ფრანგული სკოლის წარმომადგენელი იყო ჩემი უშუალო უფროსი, ვინც იყო მარკო დიენა, იყო ინგლისიდან ქირურგი, ერთი იყო ამერიკიდან ჩამოსული იტალიელი, ეხლა კი არა, შემდეგ უკვე დაბრუნდა ამერიკაში, იტალიაში, რაღაც ოჯახური პირობების გამო ჩამოვიდა ამერიკიდან, მაგრამ უკან დაბრუნდა ამერიკაში. ლევან, პირველი ოპერაცია თუ გახსოვს, როდესაც დამოუკიდებლად შეხვედი და შეეხე ადამიანის გულს. კი, მახსოვს ძალიან კარგად. ანუ პირველი ოპერაცია, როდესაც მე გავაკეთე. როცა შენ გააკეთე დამოუკიდებლად. ხა როგორი სიტუაცია იყო, ძალიან საინტერესო მომენტი იყო. ხა მე არავინ არ ვიყავი იმათთვის, ხა იტალიაში ზოგადად როგორ არის, რომ ჩემი შეფი ყოველთვის იზახდა, რომ მერიტოკრატია იყო. ანუ არ არსებობდა რაღაც რომ ვიღაცას მის გამო რომ ვიღაცის შვილი ან რაღაც ეგეთი რამე არ არსებობდა, იმიტომ რომ იქ იყო ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი იყო, ვინც კარგი იყო, იმას აწინაურებდნენ. და მე ასე ვთქვათ, კარგი ქირურგი ვიყავი, იმიტომ რომ ძალიან უყვარდი ამ ჩემ უფროს, ყოველთვის ვცდილობდა რომ მასთან ვიმდგარიყავი და მას მივხმარებოდი და ჩვენი დღეს დილით ახლა ვეუბნებით რომ პაციენტი მზად არის საოპერაციოში, ის თავიდან არ დგებოდა, არც ერთ ქირურგი ხა პირველი ოპერატორი თავიდან არ დგას და კანის განაკვეთს არ აკეთებს. და პაციენტი მზად არის და ურეკავ ტელეფონს, მე მარკო გელოდებიან საოპერაციოში და მეუბნება ვიგვიანებო მე და შენ შედი შენ გააკეთე. მე ვთქვამი როგორ შევიდე საოპერაციოში, ანუ ეგ იდგა მიმო ბობიო, ანუ ესეთი გვარია მიმო ბობიო, ესეთი გვარია იტალიაში, რომ ეს დიდი ფილოსოფოსები იყვნენ და მწერლები და ამ შემდეგ და მიმოდგას მე ხა მე მაგას როგორ ვეტყვი მეთქი რომ მე უნდა გავაკეთო ოპერაცია და ჩემზე უფროსია 10 წლით. მე გეუბნებია რომ შენ შედი და გააკეთებ რა, მიტრალური სარკმლის შეცვლა უნდა გამეკეთებინა. შევედი ხა რაღაც შეშინებული ისე რომ ვეუბნები რომ მიმო ესე მითხრა მეთქი და რა ვქნა მეთქი და იქიდან ესე იგი სიჩუმე იყო, მაგრამ გამოვიდა ის უფროსი ექთანი, რომელიც მოვიდა და მითხრა ლევან ეს მაგარი რამე არის, დიდი მიაწიკით ბალეჩიკობთ ყველანი მიდი მინი. შევედი ხელი დავიბანე, შევედი ამ საოპერაციაში, ნუ ხა რო არ გამიჭირდებოდა ვიცოდი 100%, იმიტომ რომ იმდენად ყველა დეტალი ვიცი, ყველაფერი ამ დროს უკვე მზადა ვარ, განა ვერ გავაკეთებ, მაგრამ ნუ მაინც ის ფსიქოლოგიური მომენტია, რომ სხვები, რომელიც შენზე წინ არიან თითქოს, იმიტომ რომ ხა ასაკით ეს წლები მუშაობის და რაღაც მეტი ქონდათ და ამ დროს მე უნდა გავაკეთო ოპერაცია. დავიწყე ოპერაციის გაკეთება და ეხლა რაღაც ეტაპზე ვარ, მოკლედ სარქველის ჩაყენების პროცესი ვარ, რაღაცა უკიდან მესმის სუნთქვა. და სუნთქვა ვისი, ანუ ქირურგები ერთმანეთთან რო დგევართ, ხო პირისპირ დგევართ, ეხლა ჩემი უფროსი ანუ არა მარკო დიენა იყო. მარკო დიენა, ну მისი სუნთქვა ზეპირად ვიცი, იმიტომ რომ ერთად მუშაობთ ამდენი ხანია, და უკიდან მესმის ეს და რაღაცა და მოიხედა და მარკო მოხვედი მეთქი და მეთქი მოდი გააგრძელები. ვფიქრე მეთქი და ხელი დამარტყა და მეთქი არ არის მეთქი გააგრძელი, მაგრა აკეთებ და გავიდა. აუ მეთქი. დაასრულე ოპერაცია, წარმატებით ძალიან კარგად. ანუ პირველი ოპერაცია იყო მიტრალური სარკმლის გამოცვლა, ხო? აი, სულ თუ გაქვს დათვლილი რამდენი ადამიანის გულს შეხები ხარ შენი პროფესიული კარიერის განმავლობაში? ეხლა როგორი სიტუაცია ნახე, ზოგადად მე ხა ევროპული სკოლა მაგავლილი და აქ ცოტა კურიოზული შემთხვევაც იყო ერთხელ რაღაც და ესე ვთქვათ გავაკეთე ინტერნეტში დავდე რომ 16000 ოპერაციაზე მეტი გამოცდილება. ეს რას ნიშნავს? მე 16000 ოპერაცია კი არ მაქვს ვაკეთებული, მაგრამ 16000 ოპერაციაზე ესე ვთქვათ მიმიღია მონაწილე, ხო ხდება ოპერაციის გარჩევა, პაციენტის ყველაფრის, ეს ყველაფერი ბილის კონფერენცია, შემდგომ თვის გამო. ხო, რა თქმა უნდა, თანამონაწილე შეიძლება უშუალოდ არ ხაკეთებ, მაგრამ თანამონაწილე გემბული რომელშიც 1200 ოპერაცია ეკეთებოდა და მე იქ 18 წელი ვიყავი, წარმოიდგინე, ხა ამ 18 წლის განმავლობაში 16000 ოპერაციაზე მეტი ქონდა
გამოცდილება, მაგრამ უშუალოდ ეხლა ოპერაციების რაოდენობა ზუსტად არ დამithვლია. დაახლოებით შემიძლია უბრალოდ საქართველოს თუ ჩავთვლით, საქართველოს შემიძლია ვთქვა, რომ ვთქვათ, ყოველწლიურად სადღაც ის პირველ რამოდენიმე წელიწადში 500 ოპერაციას ვაკეთებდით და ბოლო წლებში სადღაც 300 ოპერაციაზე, და ეხლა ავიღოთ 10 წელია საქართველოში ვარ, სადღაც საშუალოდ შეიძლება 5000 ოპერაცია მქონდეს გაკეთებული, არა, მეტი ალბათ. კი, მეტი. ანუ 5000 საქართველოს და საქართველოს მოქალაქის გულს ხარ, ესე პირდაპირ. ხო, უშუალოდ გაკეთებული, ალბათ მეტიც ხო შეიძლება. კარგი, იცი რა მინდა გითხო, ზოგადად აი კარდიოლოგია ვთქვით, რომ ძალიან განვითარდა, მაგრამ აი მაინც გული ადამიანისთვის ფილოსოფიურად რომ მივუდგეთ, არის ერთადერთი ორგანო, რომელიც ყველაზე მეტად აშინებს, ხო? ანუ ეს გული თუ არ იქნება ან ცუდად ფუნქციონირებს, ყველაფერი სრულდება, ხო? ანუ გული არის სიცოცხლის მოტო, ხო, ჩვენი ორგანიზმისა. და როდესაც გულის ოპერაციაზე დგება ხოლმე, ხო, თქვათ კარდიოქირურგიულ ოპერაციაზე დგება ხოლმე, ხო, სხვათა შორის ყავასვა, მითი არსებობს, რომ რაღაცა გულთან დაკავშირებით ყავა და გული მეგობრობენ ზომიერების ფარგლებში თუ? ზოგადად ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. ყავა ჩემზე არ მოქმედებს იმ გაგებით, რომ ის კოფეინი ვთქვათ, რაც ვიღებ, შემიძლია ძილის წინ დავლიო ჩვეულებრივ და ვიძინებ ჩვეულებრივ. ხო, რა მინდოდა მეკითხა, რომ აი გადაწყვეტილების მიღება ძალიან ჭირს და ფობიებიც გულს ძალიან ბევრია. თუ ერთხელ ადამიანს მაგალითად გულის შეტევა ქონდა ან რაღაცა გულთან დაკავშირებული პრობლემა ქონდა, ეს შიში გულიდან გამომდინარე შიში მას დიდი ხანი მიყვება. თან როდესაც საქმე დგება ხოლმე კარდიოქირურგიაზე, ხო? აი რა არის პაციენტთან კომუნიკაციის დროს, აი თავარი დამამშვიდებელი ამბავი, როგორ ზოგი შეიძლება რეზისტენტობაც გამოიჩინოს და ვერ გარისკოს ოპერაცია, თავისი პირადი შიშებიდან გამომდინარე. აი როგორ ხდება ხოლმე კომუნიკაცია, პირველი კომუნიკაცია პაციენტსა და ლევანს შორის, როდესაც აი გულის ოპერაციაზეა საუბარი. ზოგადად ნახე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა, სწორი აღნიშნე ის, რომ გულმა მართლა ძალიან ისეთი შიში იცის, გულის შეტევა, ვისაც აქვს, პანიკური მასი იწვევს და პრაქტიკულად ფსიქოლოგიურად ძალიან მოქმედებს ეს ყველაფერი. მაგრამ როდესაც იგებს პაციენტი რის გამო აქვს ეს ყველაფერი და შენ უხსნი ამას პრობლემას, რაში მდგომარეობს და მე ხა ჩემთან კონსულტაციაზე რომ მოდიან და ისედაც ვისაც ჭირდება, ვთქვათ, აუცილებლად ნახაზებით და უხატავ და ვეუბნები ესია, ვაჩვენებ თავის კორონაროგრაფიას, ეხოსკოპიას, როდესაც ვაკეთებთ ხოლმე აუცილებლად ვესწრები ყველა ეხოსკოპიას, იმიტომ რომ მე თვითონ მაინტერესებს, არ შემიძლია ფურცელს დაწერილი, ვთქვათ, შეხედო შენი თვალით ყველაფერს. უნდა შევხედო ჩემი თვალით, იმიტომ რომ 1000 ნიუანსი არის, რითიც შემიძლია საუკეთესო შევთავაზო პაციენტს და არა ის რომ ვთქვათ რაღაცა დაწერილზე ვთქვა, რომ აი შესაძლებელია მაგალითად სარქველი, ხო, შეიძლება არ იყოს შესაძლებელი და შეიძლება ამ სარქვის შენარჩუნება შეუძლო. ამიტომ მე თუ ჩემი თვალით არ ვნახე და არ შევაფასე, ხო, ესე შეუძლია. ამიტომ ეს უშუალო კომუნიკაცია რომ მიდის პაციენტთან, რაღაც ნდობა უჩნდება მასთან. ნდობა ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, თუ პაციენტს ნდობა არ აქვს ექიმის, რაც არ უნდა ილაპარაკოს ვიღაცამ, რომ აი მაგარია და იმას ქენი, ჩემი აზრით, ეს არ არის. თან ადამიანური ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ უნდა გესმოდეს მას რა ტკივა, ანუ გარდა იმისა, რომ გული არის საოპერაციო, მას სხვა პრობლემებიც აქვს უამრავი, როგორც ეგზისტენციალური კრიზისი აქვს და ფსიქოლოგიც უნდა იყოს ჩემი აზრით და ეს უნდა იყოს შერწყმული. კარგი ქირურგი რომ იყო, კარგი, ის თქვა ფსიქოლოგიც უნდა იყო და აი, მოდი ერთ ცოტა ინტრიგნულ შეკითხვას დაგისვავ. აი, შენ რო დაგჭირდეს პირობითად ღმერთმა დაგიფაროს გულზე ოპერაცია, აი როგორ არჩევდი ექიმს? ლევანი როგორ არჩევდა ექიმს? იცი რა არის? აი, რა კრიტერიუმები არის განსაზღვრელი კარდიოქირურგის შერჩევისთვის? ეხლა ჩემთვის შეიძლება უშუალოდ კარდიოქირურგის შერჩევა არ იყოს ძნელი, იმიტომ რომ ვიცი და ვიცი ვირას აკეთებს და როგორც ეხლა იქ შეიძლება უკვე აღარ იყოს ის მომენტი, რომ ეხლა რამდენად ლამაზად დამელაპარაკება და რაღაცა მაგას შეიძლება მნიშვნელობა არ ქონდეს. და უკვე პროფესიონალურად რომ ვიცი რომ ადამიანი ძლიერია და კარგია, ეხლა შეიძლება ცუდ ხასიათზე იყოს იმ დღეს და არ დამელაპარაკოს ისე როგორც მე ეს თქვა მომინდეს და იმ განწყობაზე არ იყოს, მაგრამ მაგას არ აქვს მნიშვნელობა, ნუ
ქირურგი, მე შემიძლია შევარჩიო ხო აი რა კრიტერიუმები მოდი რაღაცნაირად რომ განმარტება. მისი გამოცდილება თუნდაც ის რომ კარგი შედეგები აქვს რომ მას ვიცი რომ ამ სფეროში არის ძლიერი და ასე შემდეგ ამ კრიტერიუმებით შევარჩევ. კაი, კაცრი ხარ მუშაობის პროცესში საოპერაციოში, როდესაც შედიხარ, ანუ რაღაც გარდასახვა გააქვს, ან თუ აი თქვა თუ აწყობილი რომ ძალიან მორგებული გუნდი ყავს? ძალიან კარგი გუნდი მყავს და მე თვითონ არა ვარ სიმკაცრეში კი არა კაცრი ვარ როგორ ახლა ყველაფერი ისე არის როგორც უნდა იყოს. თუ რაღაც ისე არ არის არ არსებობს რაღაც ისე არ იყოს მაგაზე ძალიან ნერვიულობ და მე შეიძლება უბრალოდ გაბრაზება იმაში კი არ გამომი არ ყვირი ვარ არასდროს საოპერაციო შეურაცხყოფას არავის არ მივაყენებ არასდროს მაგი გამორიცხული ყველა მის ძალიან შვიდი ვარ ნებისმიერ სიტუაციაში შემიძლია მართო სიტუაცია ანუ ის რომ რაღაცა მოხდეს მე არ ვიბნევი და ავიძახი რომ ვაი რა გუშინო ეგეთი რამე არ არსებობს ანუ იქ არის წამებში უნდა მიიღო გადაწყვეტილება რა გააკეთო თუ ამას არ გააკეთებ შეიძლება ადამიანი დაიღუპოს იმის გამო რომ შენ უბრალოდ პანიკაში ჩავარდე და ვერ გაარკვიო რა გინდა და რაღაც ყველაფერი უნდა შეძლო არ შეიძლება ჩემს ახალგაზრდა ქირურგებსაც იმას ვუხსნი რომ არ შეიძლება დაბნება არის ხოლმე შემთხვევები რომ შეიძლება დაიბნეს არ იცის რა გაქვს ეს კატასტროფა ანუ ეს ქირურგი მზად არ არის იმისთვის რომ მან მართოს პროცესი იმიტომ რომ ეს ემოციური სტაბილურობა ჭირდება ქირურგს. თქო უნდა იცოდე რა გააკეთო ხშირად ყოფილი ხოლმე რაღაც იმაზე მიფიქრია რომ გულის პირაპირ მასაჟს რო ვაკეთებ ანუ გული გააჩერება პაციენტს გულის პირაპირ მასაჟს რო ვაკეთებ ხანდახან რომ ხელი ისე მეღლება ვაი ვფიქრობ რომ ღმერთო არ დამეღალოს ახლა ხელი ისე რომ რაღაცა სანამ მოვასწრებთ რომ სისტემის აპარატზე ავიდეთ და შემდეგ რომ რაღაცა აი მე რო ხელი დამეღალოს და 9 საათი რო დგეხარ და ამ გულს ამუშავებ და თან პარალელურად ამ ხელით მუშაობ რომ სხვა რაღაცა გააკეთო ხო ძალიან რთულია მაგრამ ну საბედნიეროდ აი ღმერთი ახსენე ჯერა ზოგადად ხა აი მედიცინაში ну ხა ისეთი ის არ ვარ რა ქვია რაღაც კონკრეტულად არც მორწმუნე და რაღაცა მაგრამ ну დიდი ის ამაქვს კი რაღაც თქვა პატივისცემა მაქვს იმის მიმართ შეიძლება რომ ეკლესიაში მივდივარ მაგრამ არ მაქვს ის ანუ თვითონ მედიცინაში პაციენტის განკურნების პროცესში რაღაც აი ეხა ღმერთო ხელი არ დამეღალოსო წეღან რომ თქვი ხომ აი ეს რო ახსენ უბრალოდ აი ინსპირაცია ამ შეკითხვის აქედან წამოვიდა თქვათ არის ხოლმე რომ რაღაცა გამოუვალი მდგომარეობა ძალიან როდესაც ძალიან პესიმისტური პროგნოზებია და უცბად რაღაცა ძალიან პოზიტივისკენ შეიცვლება პაციენტის ჯანმრთელობის არის რა თქმა უნდა არის ხოლმე მდგომარეობა როდესაც საერთოდ არ გჯერა რომ რაიმე შეიძლება მოხდეს და კარგად გამოდის პაციენტი, მაგრამ ნუ ეს ძალიან უმძიმეს შემთხვევებია, ხა ასეთი შემთხვევები იშვიათია ხოლმე, მაგრამ ხო, ამ დროს ხო, ექიმა გადაგვარჩინა თუ ღმერთმა? იცი რა არის მე ვფიქრობ რომ რაღაცა არსებობს, ანუ არსებობს ის რომ ღმერთმა გადაგვარჩინა, ხა ექიმა თუ არ მასაგნაკი გადარჩენის შანსი არ აქვს, მაგრამ ექიმა ანუ ღმერთი იმ გაგებით რომ მეც მართავს რაღაცა ზეციური რომელიც მაკეთებინებს იმას რომ იმ პაციენტს დავეხმარო და მასაც შესაბამისად აქვს რაღაც წინასწარ არის ხოლმე რაღაცები აი არ მიყვარს თქვა პაციენტი როდესაც არის რაღაც პესიმისტურად განწყობილი და არ უნდა ოპერაცია ხო აი ეს არის ყველაზე ცუდი და მან ვფიქრობ რომ არ უნდა გაიკეთოს და ვეუბნები რომ მოდი ეხლა თუ არ არის სასწრაფო და გადაუდებელი და სასწრაფო მნიშვნელობის მოდი წადი კიდევ ერთხელ მოდი დავილაპარაკოთ გავიაზროთ იმიტომ არის ხოლმე შემთხვევები როდესაც ადამიანს არ უნდა და მამას ვადარებ ხოლმე ძალიან ხშირად რომ მე ვარ ეს ვთქვათ აი ზეწოლას ახორციელებ არა მე ვარ ესე ვთქვათ ის მეომარი რომელმაც უნდა გადაიყვანოს ადამიანი აი დამინული ველის იქით ხო და შენ თუ მე ჩავამეკიდები და პანიკაში იქნები და მომქაჩავ რომ აი მე მეშინია და რაღაცა ორივე დავიღუპებით ანუ მაგ კუთხით ვფიქრობ უნდა ისიც მზად იყოს რომ მე რომ მოვკიდებ ხელს ერთად უნდა გავერვინოთ ამ მოედანზე ისე რომ მე არ მქონდეს არც იმის შიში რომ ეს პაციენტი რაღაცა ისეთი შედარებაა შეიძლება მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში მზად უნდა იყოს იმიტომ რომ მის განწყობას და ფსიქოლოგიურ ეს მზაობას ძალიან მნიშვნელობა აქვს ოპერაციის შედეგისთვის
დანაღმული ველი ახსენე, ხო და იმ მთელი ცხოვრება ფაქტობრივად დანაღმულ ველზე გიწევს სიარული, ხო, იმიტომ რომ მართლა ძალიან რთული პროფესია კარდიოქირურგია, იმიტომ რომ ერთი არის პროფესიული საქმიანობა და მეორე არის პირადი ცხოვრება, ხო? იმიტომ რომ რაღაცა მგონია რომ არასდროს არ გაჩერდება შენი ტელეფონი, მუდმივად სულ კომუნიკაცია გექნება, თქვა კოლეგებთან და ნაოპერაციებ პაციენტებთან. ოპერაციის წინ მაინც ძალიან დიდი მღელვარება, რაც არ უნდა ბევრი ოპერაცია გქონდეს გაკეთებული, ხო? ანუ ბუნებრივად ეს მღელვარება ალბათ არის, ხო? აი რჩება საკუთარი თავისთვის დრო ამ პროფესიის მიღმა? იცი რა არის, ვისურვებდი რომ უფრო მეტი დრო მქონდეს, რა თქმა უნდა, ხა მაგრამ არის ხოლმე პერიოდები, როდესაც ხა 3 დღის განმავლობაში ბავშვი ვერ ვნახე, იმიტომ რომ იმას ეძინა, მე რომ მივდიოდი და მე დილით მოვდიოდი და მაშინაც ეძინა. ანუ ვერ შევხვდი პატარა შვილს ჩემსას ხო და ამას განვიცდი ხოლმე ხანდახან, მაგრამ ნუ არის ხოლმე პერიოდები, როდესაც შვიდა წყნარად შემიძლია რომ რაღაც პერიოდში მოვრჩე ოპერაციას, სახში მოვიდე. შაბათ-კვირაც არის ხოლმე ხან მაგალითად არის დღე, როდესაც შეიძლება შაბათს ვიმუშაო, მაგრამ კვირას არა და ასე შემდეგ. ღელავ ძალიან ოპერაციის წინ, ანუ გაქვს ეს შინაგანი მღელვარება? არა, მღელვარება არ მაქვს. იცი რა არის, იმდენად ნებისმიერ პროფესიაში ხარ, როგორ შეიძლება იღელო შენ თქვათ რაღაც შენ პროფესიაში, რომ წინასწარ ვაიმე რა იქნება და თუ შეიძლება არ გეშინოდეს, არ კანკალებდე, მაგრამ მაინც შინაგანი მღელვარება არის, არა? არავითარ მღელვარება არ მაქვს, ვიცი რა უნდა გავაკეთო, ვიცი როგორ უნდა გავაკეთო და ხა შეიძლება მოხდეს რაღაცა ისეთი, რაც გაუთვალისწინებელია, მაგალითად, მაგ მომენტშიც ვიცი რა უნდა გავაკეთო, უბრალოდ მაგ მომენტში შეიძლება უბრალოდ ვინერვიულო მხოლოდ იმაზე, რომ ჩემს ირგვლივ ყველა არის თუ არა მზად რომ შეასრულოს ის, რაც უნდა გააკეთოს. აი მაგაზე ვინერვიულობ, იმიტომ რომ მე უნდა ვაკონტროლო მთლიან საოპერაციო. და ბევრი ადამიანია დაკავებული ოპერაცია მარტო ერთი ქირურგი კი არ არის, უამრავი ადამიანია. აი უამრავი ადამიანები და წინ ახსენე კიდე ახალგაზრდა ექიმებიო, ხო? აი, როდესაც ახალგაზრდა მომავალ ექიმებთან იწყებ მუშაობას, აი ეტყობა წინასწარ ადამიანს ის კარგი ექიმი გამოვა თუ ვერ გამოვა ექიმი. ატყობ ამას ეს შეგრძნება გაქვს? კი, როგორ არა. სხვა შორის მაქვს მაგის შეგრძნება და ვცდილობ რომ პირველ რიგში ჩემი ეს თქვათ მართვის მოწოდება ის არის რომ პირველ რიგში კარგი ადამიანი უნდა იყოს. თუ კარგი ადამიანი არ არის, არ გამოვა გაიქი იმისგან ჩემი აზრით. იმიტომ რომ ხელით რაღაცების გაკეთება, ტექნიკურად ხა ყველა შეიძლება ასწავლო. არ არსებობს ადამიანი რომ ვერ ისწავლოს ხა რა ვიცი რა უნდა იყოს თუ ქირურგიას ირჩევს, ესე იგი რაღაცაში ხელი ერჩის, ხო? შესაბამისად მე ვფიქრობ რომ უბრალოდ იქ უნდა ჩამოყალიბდეს მისი მსოფლმხედველობა უნდა ჩამოყალიბდეს როგორც კარდიოქირურგის და ზოგადად როგორც ქირურგის, იმიტომ რომ ყველა დიდი ქირურგი ვინც არის, ვინც თქვათ ამ საქმეს ნებისმიერ ქირურგიას ემსახურება, ჩემი აზრით, მათი მსოფლმხედველობა აბსოლუტურად განსხვავებულია და კარგი ადამიანები უნდა იყვნენ, ვინც არიან დიდი ქირურგები, ჩემი აზრით. მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში უნდა იყოს ადამიანი, იმიტომ რომ უნდა ეს თქვათ ემპათია უნდა გქონდეს. თუ პაციენტი არ გიყვარს და რაღაცას ამას იმიტომ აკეთებ, რომ შეიძლება ხშირად არის ხოლმე, რომ ახალგაზრდამ შეიძლება დაინახოს, უი რა კარგია, ამას რამდენი ისა აქვს თქვია შესაძლებლობა და რა კარგად ცხოვრობს ეს ექიმი და მოდი მეც ეს გამოვალ და ეს დიდი შეცდომა ამისთვის არ უნდა იმას აკეთოს, რომ შეიძლება. ხო, იმიტომ რომ ყველა მესი ვერ გახდება, ხო? ფეხბურთში შედის ბავშვი, იმიტომ რომ ფეხბურთი უყვარს და შეიძლება მისი მონაცემები ისეთი იყოს, რომ მართლაც მიაღწიოს, მაგრამ იმაზე არ უნდა იფიქრო, რომ მილიონერი გახდები ამ პროფესიით. ფაქტობრივად ყველა სირთულის ოპერაციას აკეთებ და ძალიან ბევრი ინოვაციური მეთოდი კარდიოქირურგიაში დანერგე საქართველოში. აი ოპერაცია რომელიც საქართველოში აკეთდება გულის გადანერგვის ოპერაცია. შენს კლინიკურ პრაქტიკაში იტალიაში მაგალითად თუ დასწრები ხარ ან თუ მონაწილეობა მიგიღია გულის გადანერგვის ოპერაციაში? იტალიაში არ მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ ეს პრაქტიკა მქონდა ბაკულევის ინსტიტუტში მოსკოვში იყო მაშინ რამოდენიმე გადანერგვა. გვამუდონაციაზე გვაქვს საუბარი? კი, გვამუდონაციაზე და მან დავესწრა. რთული ოპერაცია ისე და? გადანერგვის ოპერაცია მარტივი არ არის ნამდვილად საკმაოდ რთული ოპერაცია, მაგრამ თვითონ სისტემა არის ისეთი გამართული უნდა იყოს, ისეთი რგოლები არის ჩართული და ისეთი ის არის, რომ ხა რთული არ არის ზოგადად იმ გაგებით რომ შეიძლება ტექნიკურად ადვილად შესრულებადი იყოს. ნუ ადვილად არა, მაგრამ შესრულებადი იყოს, მაგრამ ძალიან ბევრი ნიუანსი აქვს, რომელიც უცებ უნდა იცოდეს ფილმ ქირურგიულმა გუნდმა.
იმიტომ რომ აქეთკენ არის დონორი, აქეთკენ არის რეციპიენტი და დონორიდან სწორად ამოღებული გული არის გამსაზღვრელი იმისი გადარჩება თუ არა რეციპიენტი. გვამური დონაციის მომხრე ხარ? აი, ჩვენ ქვეყანაში ეს იგრძალება მხოლოდ ცოცხალი დონორიდან ცოცხალ დონორზე ხდება გადანერგვა და აი, მაგალითად გულის გადანერგვა, გვამური დონაცია რომ დასაშვები იყო საქართველოში, ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადარჩებოდა. იცი რა არის იმისთვის რომ გვამური დონაცია და დასაშვები იყოს, ამის რაღაც წინაპირობები აუცილებლად უნდა არსებობდეს, იმიტომ რომ საკმაოდ ისეთი შეიძლება პათოლოგიური გზამი იყოს, ამიტომ ამას დიდი დაცვა ჭირდება. ეს არ შეიძლება რომ ესე რაღაც მასიურად იყოს, ისე რომ ამას ძალიან სერიოზული მუშაობა ჭირდება. ყავს ისეთი პაციენტები, რომელსაც გულის გადანერგვა ესაჭიროება და აი ამ პაციენტებს რას ეუბნება ლევანი? სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში ჯერჯერობით არ არის ეს ვთქვათ შესაძლებელი. და ნუ მიდიან ეს პაციენტები და ვისაც შესაძლებლობა აქვს ეს ძალიან ძვირი პროცედურა და ფინანსურად ადამიანები უზარმაზარ თანხას იხდიან ალბათ და მიდიან ბელორუსიაში არის რაღაც გადანერგვის ცენტრია და იქ მიდიან და იქ აკეთებენ ამ ოპერაციებს. ჩვენთან თუ იქნება რა თქმა უნდა ბედნიერები ვიქნებით ყველანი ქირურგებს ძალიან დიდი შესაძლებლობა მოგვეცემა და ეს კარგი იქნება. იცი რა მინდა გკითხო, აი ყველაზე ხშირად რა ოპერაციები კეთდება, მაინც ეს არის არქლოვანი აპარატის პათოლოგიებზე კეთდება კარდიოქირურგიული ოპერაციები თუ უფრო მეტად მაგალითად რომელიც შუნტირების ოპერაციები, რომელიც საქართველოში უფრო შუნტირების ოპერაციები კეთდება უმეტესად, მაგრამ მე უბრალოდ პროცენტულად რო ავიღო, სარქლოვანი პათოლოგიები ჩემთან უფრო მეტი მოდის, იმიტომ რომ ყველა მიცის რომ თქვა თუ აკეთებ სარქულებზე არა მხოლოდ აი მაგალითად სარკმლის შეცვლა არ არის ჩემთვის ის რომ ეს არ არის ჩემთვის კარგი. ვცდილობ რომ სარკველი შეუკეთო, ანუ ადამიანს რომ დარჩეს თავის სარკველი, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს და შესაბამისად მისი ცხოვრება აბსოლუტურად სხვა კუთხით მიდის, ანუ ის ჯანმრთელია, იმიტომ რომ თავის სარკველი აქვს. შეიძლება განაკვეთი კონდეს, უგულზე ოპერაციები იყოს, მაგრამ იგი ჯანმრთელია. ხალხს ყავდა 22 წლის გოგო აფხაზეთიდან და ჩამოვიდა, ქონდა აღმავალი აორტის ტრამვული, ხო, აღმავალი აორტის ანევრიზმა ქონდა, ტრამულად იყო გამსკდარი ეს აორტა, აორტის სარქველის ნაკლოვანება ქონდა, მიტრალური სარქლის უმძიმესი ნაკლოვანება, ბარლოუს დაავადება ქვია, ანუ ესეთი ძალიან დიდი ქსოვილები იყო. პრაქტიკულად ესეთი პაციენტი განიხილებოდა როგორც მექანიკური სარკველი აორტაზე, მექანიკური სარკველი მიტრალზე და აღმავალი აორტის შეცვლა. მე გავუკეთე აღმავალი აორტა შეუცვალე, შეუნარჩუნე აორტის სარკველი, თავის სარკველი, იდეალურად მუშაობს და შეუნარჩუნე მიტრალური სარკველი. დაბრუნდა აფხაზეთში. ხო, დაბრუნდა აფხაზეთში და ნუ რა ვიცი 22 წლის გოგოა და ჯანმრთელია პრაქტიკულად არაფერი. ხო, მაგარია და შენი ძალიან ბევრი პაციენტი ყავს ასეთი, მართლა ძალიან მძიმე შედეგებით და მძიმე პროგნოზები რომელსაც გონდა და მართლა შენი გამსახურებაა რომ ძალიან ბევრი ადამიანი დღეს საქართველოში შენი პაციენტები ცოცხლები არიან. შუტირებასთან დაკავშირებით მინდა გკითხო, ხო, აი ეს ხალხსაც დაინტერესებს, სისხლძარღვის აღება ხელიდან ჯობია თუ ფეხიდან, თუ რაზეა ეს დამოკიდებული? ძალიან დიდი პროცენტული პაციენტებისა, ჩემთან ვინც ოპერაციას იკეთებს, ფეხზე განაკვეთი არ აქვს. შიგნიდან ვიღებ ორ არტერიას, კუნკერდის შიგნით არტერიები ქვია, ესე გადიან, ესე ვთქვათ, ეს არტერიები, მათი ესე ვთქვათ, სრული მობილიზება ხდება, ანუ სკელეტიზირება ქვია, ანუ სუფთა არტერია არის, მას არავითარი სანამ გვერდზე ქსოვილები არ აქვს, სუფთა არტერია და ამ არტერიების ერთმანეთთან გადაბმის შედეგად ვაკეთებ ახალ სისხლძარღვიან ქსელს, რომელიც შემოერტყმება გულს, ანუ იქ სპეციალური მარკერი მაქვს, რომელთაც აღნიშნავ რომელ მილიმეტრში უნდა იყოს ეს სისხლძარღვი
თავის გულის ეს ნაკლებად ტრამული აქედან აღებული არტერია. ნაკლებად ტრამულია და გაცილებით უფრო კარგი შედეგი არის ჩემთვის ესე არის არტერიული გულის სიზარღები არის არტერიები. არტერიას რო არტერიაში აკერებ თავისთავად უკეთესია. და რა არტერიას ვენაში. ვენა, ხო, და ვენა თავისთავად ახლა ვენასაც ვიყენებთ რა თქმა უნდა, ხა იმის გარშე არ შეიძლება ვენური შონდის გარშე. ხელი და რაც შეეხება სხივის არტერიის აღებას, ხო, უბრალოდ მე არ მომწონს ეს, იმიტომ რომ სხვა ტიპის არტერია და არ მომწონს აქედან, იმიტომ რომ მაინც ხელზე განაკვეთი, მაგას ხანდახან მირჩევენ რომ ფეხზე იყოს განაკვეთი, თქვა ხელზე განაკვეთს და თუმცა ბევრჯერ გამიკეთებია კუჭის არტერიებიც ჩამიკერებია ძალიან ბევრი, მაგრამ მე უკვე ის აღარ ვიყენებ ამ არტერიებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ მაყურებელმა იცოდეს, როდესაც გულზე იკეთებენ ოპერაციას ადამიანები, რისკი არსებობს რომ მან განვითარდეს საომალოდ, როდესაც თქვა დიდი ხნის განმავლობაშია ობსტრუქცია ხო სიზარღვების, შეიძლება ინსულტი განვითარდეს. ამიტომ პარალელურად ხორციელდება ხოლმე საძილე არტერიებზეც ოპერაცია. ამ ეს ჰიბრიდული, როგორ თქვენ აკეთებთ თუ ანგიოლოგი მუშაობს ამ დროს თუ აი ეს ერთობლივი ოპერაცია, რომელიც ბევრ ადამიანს გადაარჩენს, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია საძილე არტერიებზეც ოპერაცია. ჩვენ სამავთყოფოში ხა ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს გულის ცენტრში არის უძლიერესი სიზაროვანი განყოფილება, რომლის ხელმძღვანელიც არის არაჩვეულებრივი ქირურგი დავით გეგელაშვილი და ეს თქვათ მასთან ერთად ვაკეთებთ თუ საჭირო არის ვაკეთებთ პარალელურად ოპერაციებს როგორც საძილე არტერიის ასევე შუნტირების ოპერაციაზე მაგრამ შეფასება ხდება ძალიან კარგად ამ პაციენტების და ხან ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ არ არის საჭირო რომ ოპერაცია გაუკეთდეს იმ მომენტში იმიტომ რომ ეს ზრდის მაინც რისკებს მიუხედავად იმისა რომ შეიძლება თქვათ მოგვიჩვენოს რომ მოდი გავაკეთოთ და უკეთესია მისი ეს თქვათ სკრუპულოზური შეფასებით ყველა პაციენტი იდეალურად გაწერილა, არავის არ ქონია ინსულტი და შესაბამისად შემდგომ ეტაპზე მოდიან და იკეთებენ. თუმცა ერთობლივადაც შესაძლებელია ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, ხომ ეს? ლევან, რა ვიცი, რაღაც რეზიუმირებისავით ბოლოსკე რო გავიდეთ, ხო მე მაინც გონია რომ აი მე კარდიოქირურგი ვერასდროს ვერ გამოვიდოდი, ისევე როგორც ჩვენ გინეკოლოგი ვერ გამოვიდოდიო, ხო? ხო, რთული პროფესია ძალიან და ძალიან მადლიანი პროფესიაც არის კარდიოქირურგობა, იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრი სიკვდილისთვის განწირული ადამიანის გადარჩენა შეუძლია კარდიოქირურგს და ძალიან მიხარია ისიც რომ ძალიან ვითარდება მედიცინის ეს დარგი, აი სხვა დარგებს რო შევადაროთ, ხომ კარდიოლოგიამ ძალიან მედიკამენტების თვალსაზრისითაც, ტექნოლოგიების თვალსაზრისითაც და ჩვენს ქვეყანაში ძალიან კარგად არის განვითარებული, რასაც ვერ ვიტყვით მაგალითად 90-იანი წლები რო მოვიხილეთ. აი ერთ რამეს დავამატებდი მაგალითად ნახე ჩემი კარიერის განმავლობაში იტალიაში რო ვიყავი აორტის სარკმელს ვაყენებდით ფემორალური არტერიიდან ფეხიდან. ხო. და ბარძაყის არტერიიდან, ხო. და საქართველოშიც ამ ოპერაციებს აკეთებენ სხვადასხვა ასე ვთქვათ ინტერვენციული კარდიოლოგები, მაგრამ ქირურგს არ ქონდა გაკეთებული არც ეს და მინდოდა რადგან აორტის სარკველი არის ჩემი ასე ვთქვათ ერთ-ერთი ფავორიტი სარკველი და მასზე მუშაობა როგორც მისი შეცვლა, ასე ვთქვათ მისი პლასტიკა, რომელიც ურთულესი ოპერაცია და შემდეგ და მინდოდა რომ დამესრულებინა ეს ყველაფერი და გამეკეთებინა ასევე დამებრუნებინა ის ასე ვთქვათ სკილები რაც მქონდა იტალიაში და აი ამ წელს გავაკეთე უკვე 3 ოპერაცია. მაგარი შედეგები იდეალური შედეგები და წარმოვიდგინე ახლა ხანს შესული ადამიანი, რომელსაც არ გაუკეთებ ოპერაციას, არ გაჭრი, არც გვერდიდან, იმიტომ რომ მინიმალურად ვაკეთებ ხოლმე ამ ოპერაციას გვერდიდან უკეთებ. ხო, იმიტომ რომ ეს თქვათ რომ მკერდის სულის გაჭრა რო ხანდაზმული ადამიანისთვის ეს ძალიან დიდი შვებაა, რო არ გაუჭრი, იმიტომ რომ მკერდის სულს ხო. მაინც ოპერაცია, მაგრამ ეს წარმოვიდგინე აქედან ერთი ნაჭყლეტით შედიხარ და სარკმელს ვცვლი, რომელიც საოცრებად ეს არის ძალიან დიდი მიღწევა უბრალოდ. ამას ახლა ჭირდება რაღაც ქვეყნის ისეთი განვითარება, რომ ეს უფრო მასშტაბური იყოს და უფრო მეტი შესაძლებლობა ქონდეს ჯანდაცვის სამინისტროსაც და დააფინანსოს და ადამიანებმაც რომ მიიღონ ეს
ხო, აი მაგ ოპერაციის ტაქტიკაზე და მექანიზმზე ერთი ვიდეო გავაკეთოთ მე სხვა პოდკასტში, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, იმიტომ რომ ზოგადად ინფორმირებული პაციენტი ძალიან დიდი ძალიან კარგი რამ არის ექიმისთვისაც თვითონ, ხო, ფუფუნებაც არის, იმიტომ რომ ყველა პაციენტი რა ოპერაციასაც იკეთებს, უნდა იცოდეს როგორ კეთდება ეს ოპერაცია, იმიტომ რომ ბევრად უფრო დაცულადაც იგრძნობს თავს და ინფორმირებული რო ხარ, ნაკლებად შიშიც ნაკლები გემართება. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩვენი პოდკასტის პირველი სტუმარი ხარ. მე მინდა რომ მაყურებელს თხოვო რომ ექიმი მიკროფონთან გამოიწეროთ, დაგვალაიქოთ და ვიყუროთ, ფიქრობ ბევრ საინტერესო ამბავს შემოგთავაზებთ ხოლმე ჩვენი პოდკასტის მეშვეობით და უბრალოდ შესაძლებლობას მოგცემთ რომ კარგად გაიცნოთ ექიმები და თუ ექიმთან მისვლას აპირებთ, ვისთან მიხვიდეთ, რაღაცნაირად მეტნაკლებად უფრო ასეთი საუბრებიდან უფრო კარგად გეცოდინებათ ვისთან და როგორ მიდიხართ. მადლობა რომ გვიყურეთ. მომდევნო პარასკევამდე გემშვიდობებით დროებით.